რიჟვაძემ ალექსანდრე ახვლედიანის კუთვნილი გლოკის იარაღი მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტოდარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით გულმკერდის არეში ისროლა. ასეთია პროკურატურის ვერსია თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე. ამავე საქმეზე უწყება ბრალი წაუყენა ალექსანდრე ახვლედიანს. ახვლედიანს იარაღი დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, წერია პროკურატურის განცხადებაში. ქართულ ოცნებაში აზრთა სხვადასხვაობაა წერილზე, რომელიც სამთავრობო მედიის ინფორმაციით რიჟვაძემ სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. ვოლსკის თქმით, ეჭვი ეპარება იმაში, რომ წერილი რიჟვაძის დაწერილია. მათიკაშვილი კი ამბობს, რომ არანაირი უფლება არ აქვთ ამ ინფორმაციის სიმართლეში რაიმე ფორმით ეჭვი შეიტანონ. წერილი ნაპოვნია იქ, სადაც თორნიკე რიჟვაძე უგონოდ იპოვეს, თქვა ოცნების დეპუტატმა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ხარებას კიდევ ერთმა მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა მილერი ლაგაზაურმაც დატოვა. ინფორმაციას მთავარ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. აქტივისტი ნინო კალანდიაგზის გადაკეტვის 6 ეპიზოდზე ერთდროულად დააჯარიმეს. 30,000 ლარი დამაკისრა კობა ჩაგუნავამ. ცალ-ცალკე დამეკისრა 5,000 ლარი თითოზე. დაწერა კალანდიამ სოციალურ ქსელში.